ძალიან შედევრი კომენტარია რა. ელექტროღუმელიც იგივეს აკეთებს, რასაც მაგ თქვენი ინვესტორი აკეთებს. კარგი ელექტროღუმელი 100-120 ლარებს. ეს არის კომენტარი. კარგი, პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ინვესტორი არ ქვია ჩვენ ბრენდს, ჩვენ ბრენდს ქვია ინვენტორი. ინვესტორი სხვა რაღაცას ნიშნავს პირველ რიგში. ესო გაითვალისწინო. ეხლა მეორე რაც შეეხება ელექტროღუმელს. ანუ ჩვენი აპარატი ელექტროღუმელი არ არის. ჩვენი აპარატი ძალიან მარტივად დაგიხსნი რას აკეთებს რა. ის სისხლი რაც არის კედლებში დაგროვილი, იატაკში დაგროვილი და ის წვეთები რაც კეთდება კონდენსატის შესაბამისად, ხო, ანუ კედლებზე, მინებზე აქვს გამოტუმბვის ეფექტი. ანუ ის ტუმბავს კედელში და იატაკზე დაგროვილ წყალს და იგროვებს ავზში. რომელი ელექტროღუმელი გინახავს, რომელიც აი ამ მოქმედებას აკეთებს. ანუ თუ გონიათ თქვენ რომ ელექტროღუმელს მიუშვერთ სველ კედლებს და გაშრება და მით უმეტეს როცა წყარო არსებობს, საიდანაც მუდმივად ხდება კედლების დასველება, ხო? ეგ არის ყველაფერი ტყუილი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ გამოხვალთ ეს ექსპერტები და რაღაცას რომ დაწერთ, ნუ შეგხავთ ჩვენი სხვა მომხმარებლების შეცდომაში. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ელექტროღუმელი ჩვენი აპარატი არ არის, ჩვენი არის აპარატი, რომელიც ტუმბავს ამ სველ ჰაერს და იგროვებს კონდენსატს აი ამ ავზში, თავისი კონტეინერში, რომელიც მოყვება, გროვდება იქ.